რეკლამასა და რეკომენდაციას შორის განსხვავება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქსელურ მარკეტინგში, სადაც მთავარ როლს სწორედ რეკომენდაცია თამაშობს. მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ამ არხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში ვისაუბრე სამ წარმატებულ ადამიანზე, რომლებმაც ახალგაზრდობაში რადიკალურად შეცვალეს ქსელური მარკეტინგით თავიანთი ცხოვრება. დღეს კი მე ვისაუბრებ რეკლამასა და რეკომენდაციაზე და რატომ იყენებს ქსელური მარკეტინგი რეკომენდაციას. საერთოდ რეკლამა და რეკომენდაციის მომენტი რითიც განსხვავდება, ეს არის ნდობის ფაქტორი. ჩვენ უფრო ვენდობით მეგობრის, ახლობლის, ოჯახის წევრის რჩევას, ვიდრე დაუშვათ კედელზე გამოკრულ პლაკატს. მოდით დავიწყოთ რეკლამით. რეკლამა არის გადახდილი ან ორგანიზებული ფორმატში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიზანიც არის პროდუქტის, სერვისის ან იდეის გაყიდვა, პოპულარიზაცია. მას ყოველთვის აქვს კომერციული ინტერესი. ეს ხშირად იგზავნება ხოლმე ტელევიზიებით, ბილბორდებით, ინტერნეტ რეკლამით, რადიოებით და დღეს ძალიან მოდაშია ინფლუენსერების დახმარებით პიარით. რეკომენდაცია კი არის პირადი გამოცდილების გაზიარება, რომელიც არის ნებაყოფლობითი, გულწრფელი და არა ყოველთვის კომერციული ინტერესით. აქ მთავარი ისაა, რომ ადამიანმა თვითონ გამოსცადა პროდუქტი ან მომსახურება და მეგობრულად უზიარებს სხვას საკუთარ აზრს. სტატისტიკურად საშუალოდ ადამიანი გასცემს 15-დან 20 რეკომენდაციამდე უნებლიეთ. ანუ საუბარში სხვებს უზიარებს გამოცდილებას პროდუქტებზე, სერვისებზე, ადგილებზე, რესტორნებზე, ბრენდებზე, მაღაზიებზე, ფილმებზე და ასე შემდეგ. რაშიც თანხას არავინ არ იღებს. სტატისტიკურად ახლობლების და მეგობრების რეკომენდაცია ენდობა მოსახლეობის 92%-ზე მეტი. დანარჩენი კი ცივ რეკლამას. რეკლამა განკუთვნილია სწორედ იმ დანარჩენი პროცენტისთვის, რომ ენდონ, შემდეგ დატესტონ და თუ მოეწონებათ რეკომენდაცია გაუწიონ. რეკლამა სწრაფად აუცილებს ინფორმაციას. ერთ დღეში შეგიძლია მილიონობით ადამიანს მიაწოდო შენ პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაცია. და ეს კარგია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ნდობის დონე დაბალია. ხშირად რეკლამა მოითხოვს დიდ ბიუჯეტს და მისი ეფექტი უფრო მოკლევადიანია ვიდრე პირადი რეკომენდაციის. რეკომენდაციებით გავრცელებული პროდუქტი, როგორც წესი, უფრო ნელა იწყებს გავრცელებას, მაგრამ შემდეგ შეიძლება გადავიდეს ექსპონენციურ ზრდაში, რადგან ნდობის დონე მაღალია და თითოეული მომხმარებელი თავის წრეს უზიარებს. კარლ რემბორგმა სწორედ ამის ძალა გამოიყენა 30-იანებში და პირველივე წელს თავის კომპანიას $7 მილიონ საქონელ ბრუნვა მოუტანა, რაც დღევანდელ 179 მილიონს უდრის. და მისი ამ გენიალური იდეის წყალობით წარმოიშვა ქსელური მარკეტინგის ინდუსტრია. სხვათაშორის ქსელური მარკეტინგის წარმოშობაზე უყურეთ ჩემს მეხუთე ვიდეოს. კი გასაგებია, რეკლამით შესაძლებელია გაცილებით უფრო სწრაფად მიაწვდინო ადამიანებს შენ შესახებ და დახარჯო დიდი თანხები სარეკლამოებში, რასაც ექნება მოკლევადიანი ეფექტი. მაგრამ აი შენ როცა რეკომენდაციის სახით ავრცელებ პროდუქტს, ეს ყველაფერი ჭორივით ვრცელდება. ჯერ 5 იგებს და მოსწონს, შემდეგ 5 ეუბნება 25-ს, 25 125-ს, 125 625-ს. და ამ გეომეტრიული პროგრესიის პრინციპით, იმ 5-ის ინფორმაცია, როდესაც გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე 10-ჯერ, ეს უკვე 9 მილიონზე მეტ ადამიანს უდრის, ვისაც აქვს უკვე ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, ვისთანაც რეკომენდაციით მიაღწია ინფორმაციამ. და ეს კიდევ გრძელდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე იდეალურად არ მიდის 5-5-ობით. უბრალოდ ამით მინდოდა მეჩვენებინა გეომეტრიული პროგრესიის ძალა. აქ უკვე თანხას შენ უბრალო სარეკლამოებში კი აღარდებ, არამედ ადამიანებში, რომელიც არის დღეს ნებისმიერ ბიზნესისთვის მთავარი პროდუქტი. ადამიანი ყიდულობს, ადამიანი ყიდის. და ამას აგრეთვე გრძელვადიანი ეფექტი აქვს. რატომ იყენებს ქსელურ მარკეტინგი რეკომენდაციების მოდელს? მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ქსელურ მარკეტინგში დიდი თანხები იხარჯება პროდუქტის ხარისხში, რადგან ეს არის რეკომენდაციას დაყრდნობილი ბიზნესი. თუ პროდუქტს რაიმე ნაკლი ექნება, ჯაჭვი გაწყდება რეკომენდაციის. და ამიტომაც არის მაღალი ხარისხის და მაღალი ხარისხის პროდუქტს სჭირდება ინდივიდუალური კონსულტაცია. რეკლამაში რა თანხებიც უნდა წასულიყო, ქსელური მარკეტინგის კომპანიები სწორედ იმ ადამიანებს ახმარენ თანხებს, ვინც გასცემს რეკომენდაციებს. და რადგან ესენი ადამიანები არიან, ბუნებრივია ხდება ადამიანსა და ადამიანს შორის კომუნიკაცია და ამით ხდება კონსულტაცია. და ეს არის ამ ადამიანების მოტივაციაც კი. დაუშვათ, შენ გაუშვი რეკლამა რაღაც შენს პროდუქტზე. ის რეკლამა გაუწევს კონსულტაციას შენს მომხმარებელს
მომხმარებელს? რა თქმა უნდა არა, ის არ არის ადამიანი. შენ შეიძლება გქონდეს 50 რეკლამა გამოფენილი, მაგრამ ქსელური მარკეტინგის კომპანიებს ურჩევნიათ ყავდეთ 100,000-ობით კმაყოფილი მომხმარებელი, რომელთაც мотивация აქვთ არა მხოლოდ პროდუქტით ისარგებლონ, არამედ სხვებსაც გაუზიარონ ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ თანხებიც გამოიმუშაონ. და წარმოიდგინე ამ პრინციპით ფაქტობრივად კომპანიას თითოეულ თავის მომხმარებელთან აქვს პირდაპირ შეხება ირიბად, რადგან არსებობს სისტემა, გუნდები, გუნდების გუნდები და ლიდერები და ასე შემდეგ, ვისაც აქვს мотивация, რაც უფრო მეტ ბრუნვებს შექმნის, მით უფრო მეტი ექნება შემოსავალი. შემხოდრიან ადამიანები, ვინც ამბობენ ასეთ რამეს, რომ კომპანია რატო წვალობს, რატომ არ აკეთებს ტრადიციულ რეკლამას. აი სწორედ ამიტომ კომპანია ამით კი არ წვალობს, არამედ ფუნდამენტურ ბიზნესს ქმნის. გაცილებით მეტ თანხას ზოგავს უსულო რეკლამაზე და გაცილებით მეტ თანხას მოახმარს ადამიანებს, რომლებიც მადლიერები არიან ყველაფრით, რასაც აძლევს კომპანია და ეს არ არის ასობით, არც 10,000-ობით, არამედ 100,000-ობით და მილიონობით ადამიანი, ვიზეც ახდენს დადებით გავლენას და როცა ამდენი ადამიანი არის შენი მადლიერი, ეს შენს ბიზნესზე კიდევ უფრო მაგრად აისახება. ამ ბიზნეს მოდელის კომპანიები, რეკომენდაციების მოდელი, რომ წვალობდნენ, არიარსებებდა 7,000-ზე მეტი კომპანია, რომელიც წლიურად ქმნის 250 მილიარდ დოლარს და ეს კიდევ უფრო და უფრო იზრდება. რეკომენდაციები ყოველდღიურად აჩვენებს ნდობის მაღალ მაჩვენებელს, აგრეთვე შენარჩუნებას, ღირებულებას და ეს მას ხდის მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მექანიზმად. ქსელურ მარკეტინგში წარმატების მიზეზი სწორედ ეს არის. ადამიანი ცდის პროდუქტს, შემდეგ კმაყოფილია გამოცდილებით და სხვებს უზიარებს და მას ხარისხიან პროდუქტთან ერთად აქვს შესაძლებლობა შექმნას შემოსავლები განსხვავებით ტრადიციული მარკეტინგისგან, რაც კიდევ უფრო ფუნდამენტურ საფუძველს უქმნის ამ ტიპის ბიზნესს. ტრადიციული რეკლამა კარგია, სწრაფად შეგიძლია მიატყოდო ადამიანებს ინფორმაცია, მაგრამ კიდევ უფრო კარგია და ფუნდამენტურია რეკომენდაციების მოდელი. ამიტომ ირჩევენ ამას ქსელური მარკეტინგის კომპანიები. დღეს ეს იყო რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. შემდეგ ვიდეოს გავაგრძელებ წარმატებულ ადამიანებზე ქსელურ მარკეტინგში. მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით ერთი თვით, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.